ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრები გაიმართა ვრცლად რამდენიმე წუთში ქრონიკაში. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მაღალსართულიან კორპუსებზე დეკორატიული განათებები დამონტაჟდა. კოდის სათემო განათლების ცენტრმა ფესტივალს სახელწოდებით გენდერი იწყება ჩემით უმასპინძლა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში აქ ქრონიკა 9-ის ნახევარზე დღის ახალ ამბებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. უკვე რამდენიმე კვირაა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მაღალსართულიან კორპუსებზე დეკორატიული განათებები გამოჩნდა. ამ დროისთვის სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილი განათებები ქალაქის 9 ბინაზეა დამონტაჟებული. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი და მოსახლეობის პოზიცია სიახლესთან დაკავშირებით თამთა ცირამუას სიუჟეტში. უკვე რამდენიმე კვირაა მეგობრობის ქუჩაზე მდებარე კორპუსებზე ფერადი განათებები გამოჩნდა. დეკორატიული ნათურები შენობებზე სხვადასხვა ფიგურებით არის გამოსახული. განათება ქალაქის იერსახის გალამაზებას ემსახურება, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრი განსხვავებულია. ქრონიკის გადამღები ჯგუფი ადგილობრივების პოზიციით ჯერ კიდევ სამუშაოების საწყის ეტაპზე დაინტერესდა. დეკორატიული განათება რამდენად მოგწონთ? დეკორატიული განათება ცუდი არ არის, ლამაზია, მაგრამ თვითონ დიზაინი არ ვარ და ცოტა ლამაზი რაღაცა რო იყოს ძალიან კაი იქნება. ძალიან ლამაზია. ძალიან მინდა რომ ყველა ჩვენ მაგალითად ჩვენ ბინაში ზურ გაკეთებულიყო. სხვა უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა ეს დიდათ იმდენი ხო ემიცით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და სხვა უკეთესი გვერდშია. ამ დროისთვის მეგობრობის ქუჩაზე მდებარე 9 ბინა სრულად არის განათებული. მოსახლეობის ნაწილს ღამით სხვადასხვა ფერებში გადაწყვეტილი შენობები მოსწონს. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი კი ქალაქში არსებულ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის მოგვარებაც მათი თქმით განათებებზე უფრო პრიორიტეტულია. რომ მნიშვნელოვანი არის ქუჩის განათებები. მაგალითად ეს ბულვარების განათება არ ანათებს იმდენად, როგორც საჭირო არის. ძალიან კარგია. ისეთი ლამაზი იქნება ჩვენი პროსპექტი, ქუჩა აღარ ეთქმის უკვე ამას. რომ ყველას უხარია რა თქმა უნდა, ყველას მოწონს და ღმერთმა მეტი გავაკეთებინოს. რა თქმა უნდა დიდი მუშაობა გასვენით ეს რომ ის არ ითხოვს ქალაქს, ამხელა ქალაქს, რა თქმა უნდა სჭირდება განათება და ეკერა უფრო მეტიც უნდა იყოს. ფასადი მხარეც და ისედაც. რისთვის ხარჯავენ, აი, რისთვის? მთელი დღე, გუში მთელი დღე ენტობინებზე. აი, რისთვის? ლამაზი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ამჟამად ამაზე რომ დაეხარჯათ თანხა არ ღირდა. მართლმადიდებლები ვართ და ჯვარი, რა ვიცი, უნდა იყოს განათებული. დეკორატიული სანათი წერტილების დამონტაჟება იაღლუჯის მთაზე არსებულ ჯვარზეც მოხდება. როგორც საიპი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ზაზა კუპატაძემ განაცხადა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რაც შეეხება ბინების განათებისთვის გამოყოფილ თანხებს, კუპატაძის თქმით, სამსახური თანხას მხოლოდ დეკორატიული განათებისთვის საჭირო მასალისათვის იყენებს. კუპატაძის განცხადებით, თანხის დაზოგვა მომუშავე პერსონალისა და დიზაინერის ხარჯით ხდება. ჩვენ შევიმუშავეთ დიზაინი. მონახაზი იყო ბატონი დავით ჯიქიასი, შემდეგ ჩვენმა დიზაინერებმა მისცეს მას პროექტის სახე და ხორციელდება ეს პროექტი. 30000 სრულად იხარჯება მხოლოდ ტექნიკაზე. 30000 იხარჯება მარტო მასალებზე, მაგრამ ეს არ არის საჭირო რაოდენობა, ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება. ალბათ დაახლოებით ჩვენ კიდევ ძირეულად შევისწავლით, ვფიქრობთ სავარაუდოდ 25000 ლარის ფარგლებში დაგჭირდება კიდევ მასალები, რომლის სამუშაოები დავამთავროთ. ბინების განათების პროცესი ქალაქში კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება და დეკორატიული განათებები მეგობრობისა და შარტავას ქუჩის ბინებს სრულად მოიცავს. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს მხარის გუბერნატორი, რუსთავის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კონკრეტული საკითხები და არსებული შენიშვნები ნახეთ მარიამ სოლოყაშვილის სიუჟეტში. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალ რეგულაციებსა და არსებული ხარვეზების გამოსწორების გზებზე დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს. ქალაქისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ინფორმაცია უშუალოდ უწყების ხელმძღვანელისგან მიიღეს. ზაალ სოფრომაძემ დამსწრე საზოგადოებას სოციალური დახმარების მიმღებ ბენეფიციარებსა და დახმარება შეჩერებულ პირებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დაამხრივ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხრის გზებზე მოსაზრებები უშუალოდ გამგებლებისგანაც მოისმინა. მსგავსი ტიპის შეხვედრებს სააგენტო ქვემო ქართლის შემდეგ მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.
სოციალური დახმარების ახალი სისტემა, რომელიც მაისიდან ამოქმედდა, გახლავთ უფრო დახვეწილი, ვიდრე ძველი სისტემა, ეს არის ორიენტირებული მიზნობრივ დახმარებაზე და შესაბამისად ყველა ხედავს და თქვენც ნახეთ დღეს რომ იზრდება მიზნობრივად დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა რიცხვიც და ამასთანავე მიმღებთა რაოდენობა. ხდება სოციალური დახმარების ახალი სისტემის გაცნობა, დეტალური პრეზენტირება, ასევე ვიმსჯელეთ ყველაზე ხშირად დასმული პრობლემებისა და კითხვების შესახებ, ყველა კითხვაზე გაცემული იქნა პასუხი და ჩვენ გეგმავთ, რომ უახლოეს კვირეების განმავლობაში საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონში მოვაწყოთ ანალოგიური ტიპის შეხვედრა. გრძელდება ცენტრალური ხელისუფლების, სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი და რაც მთავარია ძალიან კარგი, ძალიან შედეგიანია ის კომუნიკაციის ნაკლებობა, რომელიც არის დაუშვათ სხვა რეგიონებში და სხვა სამინისტროებთან, ჩვენ ამით უკვე აღმოვხვერი. სამხარეო ადმინისტრაციაში დღესვე ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ მარნეულში, ბოლნისსა და წალკაში მულტიეთნიკურ მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჯამეს. ასოციაციის თავმჯდომარის დავით ჯიქიას განმარტებით ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და მათი თვითმმართველობების მართვის პროცესში ჩართვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კვირეულის პარკლებში მოხდა რეგიონის მასშტაბით შემოვლა და მათ შორის იყო საუბარი თქვა მუნიციპალიტეტებში ეთნიკური წარმოების ადამიანებს ურთიერთთანამშრომლობა მათ შორის ბაღებთან მიმართებაში ბავშვების თქვა როგორ არის განთავსებული ბავშვების ჯგუფები ანუ რამდენად არის შერეული ჯგუფები თქვა ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა ზოგადად თქვა ესეთი მრავალ ეთნიკური რეგიონში ან სიტუაციები როგორ არის ჩვენთან შემთხვევაში მე ვთქვი საკმაოდ კარგი სიტუაციებია შეხვედრის ფარგლებში სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და აგრობიზნესის განვითარების მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია სიდეს პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. ამ კუთხით პროექტის თანახმად მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ჩართვა და მოსახლეობის ინფორმირებულობა. ვისაუბრეთ პროექტის ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე, აქტივობებზე და ასე ვთქვათ შევეცადეთ რომ ეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიგვეტანა იმ მიზნით რომ სამომავლოდ პროექტის აქტივობის განხორციელებაში მათი თანამშრომლობის და მხარდაჭერის შესაძლებლობები გქონდეს. მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებს სამხარეო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გეგმავს. კოდის სათემო განათლების ცენტრმა ფესტივალს სახელწოდებით გენდერი იწყება ჩემით უმასპინძლა. პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა. თემის დეტალები ვნახოთ ნინო ბერიძის სიუჟეტში. პროექტი, რომლის მიზანსაც გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი სამ რეგიონში ახორციელებს. ერთ-ერთი რეგიონი სწორედ ქვემო ქართლია. პროექტის ფარგლებში კოდის სათემო განათლების ცენტრში გამართულ ფესტივალს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები ესწრებოდნენ. ფესტივალზე ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის და ქალთა კლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებისთვის, რადგან იძლევა საშუალებას ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებამ დაიწყოს დისკუსია, რომ არ იყოს ეს თემები ტაბუდადებული საზოგადოებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ხშირად ჩვენ გვაქვს დაბალი მიმართვიანობა, პრობლემის იდენტიფიცირების დაბალი მაჩვენებელი, რაც ასევე საზოგადოების ცნობიერებას უკავშირდება და ესეთი პროექტები ესეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, ცვლის ამ მიდგომებს. ოჯახური ძალადობა და ადამიანის უფლებები, განათლება პრევენციისთვის. სწორედ ეს იყო ძირითადი თემა, რომლის ირგვლივაც ფესტივალი გენდერი იწყება ჩემგან მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო ლექციები და თემის ირგვლივ საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ფესტივალზე პროექტის განმახორციელებელი ქვეყნის გერმანიის საელჩოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გენდერული საკითხების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას გაეცნო და პრობლემული საკითხების მოგვარების გზები განიხილა. მე გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი საქართველოში ხორციელდება. პროექტი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობა ოჯახებში, ასევე ადამიანის უფლებები, რაც ძალიან აქტუალური საკითხებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მივესალმები ასეთი შინაარსის პროექტებს. ფესტივალი გენდერი იწყება ჩემგან საქართველოში 16-დან 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომელსაც საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
სამედიცინო დაწესებულებებში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მედიკოსები მშობლებს ბავშვებისთვის გეგმიური აცრების დროული ჩატარებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, წლის ბოლომდე 14 წლის ასაკიდან 30 წლამდე პირებისთვის არაგეგმიური იმუნიზაცია მიმდინარეობს, რომელიც წითელა წითურა ყბაყურას საწინააღმდეგო აცრებს გულისხმობს. ორი თვის ასაკში იწყება დიფტერია, ყივანახვალა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი და HIV ვაქცინა. ეს არის ერთი კომპონენტი, უბრალოდ პოლიომიელიტი არის ჩასაწოთებელი. წლის ბოლომდე ტარდება არაგეგმიური, გრძელდება უпроსტად არაგეგმიური ვაქცინაცია წითელა წითურა ყბაყურის. რუსთავი 2-ის შენთვის ამ ლოზუნგით რამდენიმე ქალაქის შემდეგ კონცერტი რუსთავი 2-მა იმ ქალაქში გამართა, სადაც სამაუწყებლო კომპანიამ შეიძლება ითქვას, რომ ფეხი აიდგა. კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი სცენა არხის ცნობილმა სახეებმა, ასევე საქართველოს ვარსკვლავის კომედიის შოუს X Factor-ისა და ნიჭერის მონაწილეებმა დაიკავეს. რუსთავი 2-ის ერთი დღე რუსთავში. საბავშვო ესთაპეტა და სპორტული ატრაქციონები რუსთავი 2-ის საჩუქარმა პატარები დღეს განსაკუთრებით გაახარა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ღონისძიება ბავშვებისთვის ჩვენს ქალაქში დღის 4 საათზე გაიხსნა. მათ საშუალება ჰქონდათ რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა გასართობებზე ეთამაშათ და ყველა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. რუსთავის ველოდებოდით, რადგან ვუყურავდით ხოლმე როგორ კონცერტები ტარდებოდა აქ და ვიცოდით, რომ რუსთავი 2 უნდა ჩამოსულიყო. ძალიან კარგად ვეთოვი და რავი, ძალიან კარგი არის. ძალიან მომეწონა ეს კონცერტი და მომეწონა აქ საქანელები და რაღაც სათამაშოები. რუსთავი 2-ის გრანდიოზულმა შოუ პროგრამამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უამრავი რუსთაველი შეკრიბა. ადგილობრივები ცნობილ სახეებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. რუსთავი 2-ს დიდი სიამოვნებით ველოდებით ყოველთვის. გვიხარია და ძალიან მოგწონს და ძალიან ვამაყობთ რუსთავი 2-ით. ამიტომ ძალიან მოხარულად რომ დღეს აქ არიან და საშუალება აქვს შემშულებს რომ მოვიდნენ და გაერთონ. მადლობა ამისთვის რუსთავი 2-ს. შემოვინახეთ რუსთავი, ასე ვთქვათ, რეგიონალურ ქალაქებში ბოლოსკენ, იმიტომ რომ ჩვენ აქ დავიბადეთ. კონცერტი ისეთივე იქნება, როგორიც სხვა დანარჩენ ქალაქებში, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ გვინდოდა რომ გული დაწყვეტოდა ვინმეს. შესაბამისად ჩამოვიყვანეთ კომედი შოუ, თავის საუკეთესო ნომრებით. ჩამოვიყვანეთ X Factor-ის, საქართველოს ვარსკვლავის და ნიჭიერის გამარჯვებულები და ფინალისტები. შოუს მთავარი ნაწილი საღამოს 8 საათზე დაიწყო სცენაზე. ამ წუთებში მეგაპროექტების ნიჭიერის, საქართველოს ვარსკვლავისა და X Factor-ის მონაწილეები გამოდიან. რუსთაველების განწყობის ასამაღლებლად ჩვენს ქალაქში კომედი შოუს ჯგუფით ჩამოვიდა, რომლების ადგილობრივების წინაშე პოპულარული სკეჩებით და სიმღერებით გამოვლენ. რუსთავს იგივე საჩუქარს ვუკეთებთ, რაც ყველა იმ რეგიონში, რომელიც მოვიარეთ, გულღია, კარგი სიყვარულით ახსავსა კონცერტი, ყველანაირი კარგი გაგებით და კარგი მიზნებით, რაც თავარია. ამას ვაკეთებთ რუსთავშიც და გვიხარია, რომ რუსთავიც ჩვენთან ერთად არის. განსაკუთრებულად დავხვდა რუსთავი 2-ს, ამიტომ ჩვენს მთელი შემართები, მთელი ენერგიით და დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა, შევთავაზეთ ძალიან მხიარულ, ენერგიულ და ძალიან სახალისო კონცერტს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ძალიან მადლობელი დარჩება. იყოს რუსთავი 2, მინდა რომ ხარი დაუჭირა. ძალიან გაგვიხარდა, რომ რუსთავი 2 რუსთავში წავიდა ყველა დაგვედა. დღევანდელ ღონისძიებას ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა დახურავს, რომელიც ცნობილ ჰიტებში ასრულებს. რუსთაველი ძიუდოისტები საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეხუთე ტრადიციული ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ტურნირი, რომელიც მარნეულში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება, როგორც პირად, ისევე გუნდურ პირველობაში 2000-2001 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდება. გამარჯვებულებს თასების, მედლებისა და სიგელების გარდა ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. პირად პირველობაზე გასულ მონაწილეს 400, ხოლო გუნდურ პირველობაზე გასულს 4000 ლარი გადაეცემა. ფულადი ჯილდოს მეორე და მესამე ადგილოსნებიც მიიღებენ. სამი მონაწილე გვყავს, ესენი არიან 38 კილოში გიორგი სარდალაშვილი, 46 კილოში ლევანი სარდალაშვილი და 60 კილოში გურამი კარანაძე. ვებზადებით სერიოზულად, მე მგონი რომ ვაჟკაცები არ შეგვარცხვენენ, ისახელებენ თავს და გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
გაგაცნობთ კომპანია რუსთავის წყალის განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. კომპანია რუსთავის წყალი ქალაქის წყალსადენის შიდა კვარტალურ ქსელებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. სამუშაოები ერთდროულად წარიმართება მშვიდობის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე გამავალ 800 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენებზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე გამავალ 500 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენსაც. ასევე შეკეთდება მეორე აწევის სატუმბო სადგურში ტუმბო აგრეგატი. გადაუდებელი სამუშაოების წარმოების მიზნით 20 ოქტომბერს 10-დან 21 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება რუსთავის მოსახლეობას. კომპანია რუსთავის წყალი წყლის შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის თავის მომხმარებელს და შეეცდება გადაუდებელი სამუშაოების შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით ბრუნდება. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა. ობამას განცხადებით ავღანური უსაფრთხოების ძალები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ძლიერები. ქვეყანაში არსებული სტაბილურობა კი ჯერ საკმაოდ მყიფეა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით არ დაუშვებს, რომ ავღანეთი ტერორისტებისთვის მშვიდ ნავსაყუდელად იქცეს, საიდანაც კვლავ ამერიკას შეუტევენ. ამიტომ ავღანეთში მომავალი წლის ჩათვლით 9800 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. 2017 წლისთვის კი კონტინგენტის რაოდენობა 5500 ჯარისკაცამდე დავა. მანამდე ბარაკ ობამა გეგმავდა, რომ თავისი პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე 2017 წელს თითქმის მთლიანად გამოიყვანა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტი და იქ მხოლოდ 1000 ჯარისკაცი დაეტოვებინა. ევროკავშირი და თურქეთი მიგრაციის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართულ მოქმედებათა ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დოიჩე ველე იტყობინება 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ მიმართული მოლაპარაკებების დაჩქარება. იუნკერის თქმით, აღნიშნული საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ანკარა მიგრანტების ნაკადის შეჩერებას. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს თურქეთისთვის 3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაწევაზეც. BBC წერს, რომ უახლოეს დღეებში თურქეთს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. სამიტის მონაწილეებმა ასევე პირობა დადეს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების განხილვას აღარ გადადებენ. ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში მომხდარ აფეთქებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ლოცვის დროს აიფეთქა. სააგენტო France Press-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად მეჩეთში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ძალადობრივი აქტების უმრავლესობა ქვეყანაში მოქმედ დაჯგუფება ბოკო ჰარამის მიერაა განხორციელებული. ბოლო 3 თვის განმავლობაში ბოკო ჰარამის მიერ ორგანიზებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 800 ადამიანი დაიღუპა. გამოშვების ბოლოს ნახოთ, როგორი ამიდია ნავარაუდები ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში მოსალოდნელია დღისით 10 ღამით 2 გრადუსის თბო. თეთრწყაროში დღისით 10 ღამით კი 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი. რაც შეეხება დმანისაკ დღისით 9 ღამით 0 გრადუსი იქნება. ბოლიში დღისით +14 ღამით +5 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. მარნეულში დღისით 14 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით 7 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა. თბილისში დღისით 14 ღამით 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, გარდაბაში დღისით 15 ღამით 8, ხოლო ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით 15 ღამით 8 გრადუსი სითბო იქნება. ასეთი იყო დღევანდელი დღე და ქრონიკა 9 ნახევარზე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.